ძინავს გურიას. შვიდობისა მეგობრებო. აღარ ამბავი გურიიდან მოგესალმებით. შეჯიბრით არდება ბრიტანულ მეძევრებს შორის ტყის კათამზე. აი ზუსტად იგივე პრინციპით და იგივე წესებით, რაც წალკაში და არდაბანში ჩავატარეთ. და მაგამ ბავზე ვარ ჩამოსული მოკლედ რა თან მომენატრა ჩემები და მომენატრა გურია და თან კიდე პირველად ტარდება ესეთი რაღაცა. ნუ საერთოდ პირველად ჩატარდა წალკაში რო ჩატარდა საქართველოში ეგ პირველი იყო და ეხლა უკვე გურიის ჯერიც მოვიდა და ამის გამოტოვება არ იქნებოდა. წავედი ეხლა შეკრების ადგილისკენ მივიწევ და ნელა-ნელა ვნახოთ იმედია მაგარი დღე გამოვა და კაი რაღაცებს ვნახოთ. ჯერ ძინავს გურიას. ჭარის ნაკრები ადგილზე. მოჩოჩდი ძამ. შენ რა ხალხიდან დამირეკე ბიჭო მაგას საერთოდ არ ველოდებოდი. შენ თუ ეხლა გიორგა ნარკოზასთან ერთად ოდესმე შეიძლებოდა რომ სადმე გაგჭითო. ახტევა ჯანგიფელვა. კონიაკი არა მე არა. ეს კახური ჩურჩხელა შემოგზავნილი. ძალიან კარგი. რა კარგია ჩურჩხელა ის ნიგერიელი კაცი მღეროდა. აბა ბიჭებო დღევანდელს გაუმარჯოს მე ყავით ვიტყვი და დანარჩენი თქვენ გააგზავნეთ. ავით იტყვი. დიადია რაია. მოგვეჭრა თავი. ვერ სვამდა რა. სარულიო შენ ხარ საღამო შვიცარაძე ძამა ჯერე რა დროისა. ავაშიცაა გარეული. ჩაწყობილია. ჩაწყობილია კაი გო. შეხვედრას გაუმარჯოს ბიჭო. ირაკლის რო არ ეწყინოს ახლა. მიდი ძამა. ლევიკა. დავლევ აბა რას ვიზამ ბიჭო. რას ქვია არ დავლევ. რა მენაღულება მაგისა ვარ ჩამოსული. წარმატებებს გისურვებთ ყველას. იმედია დღევანდელი დღე იქნება კარგი და შედეგიანი. ამ სიტუაციას ხო იცი რა თქვია? ბატონი მსაჯი აგვიანებს. იგი აგვიანებს. ორგანიზატორი აგვიანებს და ჩვენც ახლა სხვა რა გზა. არაფერი, უნდა დაველოდოთ. აბა ყველა წარმატებებს გისურვებთ. წარმატებული დღე. აგვიმარჯოს. ჩვენ გაცნობა და ეგა პროფები დაწყობილი. ფიქრე რა. უცნაური რაღაცაა. ბატონი მსაჯი და ბატონი ორგანიზატორი. და შემოგზავნილი კაცი. კოხალეიშვილი გიგოც აკა. გამარჯობათ ბატონო დიმიტრი. რა გეძინა დიმა? ოხ დიმა რა ნაძინი გაქვს? სიზმარ აროა მულტფილმი მაგას არ გაქვს. აბა ვერიცინები აუახა. არ მძინებია ვაფშე. მოძინებული ხარ და გეცოდინება? იმდენი სტარტო გიწვია მამა, იმდენი რო არ ვიცი. ბატონო დავით. შემოგეგება გოშია. გავახაბებდნენ. როგორ არის? ამით როგორ აჰა გამოიშალა. ირლანდიური სეტერების პრესტიჟის დამცველი. ბიჭო. ეგრევე ჭაობში შევედი. შეიძლება მაგიც არ მეყოს. იდე დაგივარდა თუ გაფუძნე.
ანდა მაინც აქანე გურიაში დააგდეო. ხელა გზაზე ატარე და გურიაში დააგდე. გურიაში დააგდო. დაძაობა. Ugatravat gvarmara pristavza da vaqti fawzedu სიტყვა ვივაზროთ. დღესაც გიოს აბაზრე და მე გიგო. მე რა უნდა თქვა? შენ უნდა თქვა, საქმის კურსი როგორ არა. ანუ თავარი რა არის ახლა რომ იდეაში წალკაში რა ისიც იყო წესები დღესაც იგივეა ხო რაღაც წესები არის ცლება არა. ანუ შეფასება ჩაულებრივად დაეწერება ზავს დადებიძე, ოღონდ სამა როგორც მაშინ როგორ იყო ტიტული არა ხო? რაც არ უნდა მოხდეს. კლუბური შეჯიბრია, აჰა, გასაგები. აი ხა მთავარი კრიტერიუმი რითი უნდა შეფასდეს ზაღლი რა? პირველი უნდა იპოვოს. ხო, თავისთავად. ეგ არის, მუშაობა უნდა კონდეს. დრო 15 წუთი ეძლევა თითო გაუნსლელს, როგორც სტანდარტულად. პლუს მაგას უნდა იაროს ისეთ ფარგლებში, რომ ზარის ხმა სულის მოდეს, არ უნდა დაიკარგოს ხოლმე სმენის არიდან ზაღლი. მან უკვე მე ნიუანსები მოდის იქ ბევრი რაღაცა, რომ ეს ზარის ხმა რაც უფრო ინტენსიურია, უფრო კარგია, იმიტომ რომ ზაღლი უფრო ენერგიულად დარბის. ეს ყველაფერი ზარით, ხა ძაღლს ხედავა ესე გამოივლის იშვიათად, მე უნდა წავიდეს ისევ თავის საქმე გააგრძელოს ძებნა და ვიზუალურად ფაქტურად შეიძლება ზაღლი ძალიან ცოტა ხანი დაინახო, ხვდები და ზარით აკეთებ იმის ანალიზს, ზაღლი რამდენად აქტიურად ეძებს, რამდენად ხშირად ჩერდება ტყუილა. ეს ყველაფერი ზარი იძლევა მაგ ინფორმაციას რა. ხო და ფაქტია, რომ დადგება მერე ბიპერი ჩაირთვება. როგორ იქ მუშაობის ელემენტი უნდა დაღელოდოს, უშენოთ არ უნდა აფრინოს და სტანდარტულად რაც. ნუ აქ შემთხვევაში უკვე დადებით მუშაობა ჩაითვლა. გასაგებია. მშვენიერი. ეხლა დაახლოებით თითქმის ამით ჩუმად ნახოთ. ისმის მაგრამ ძალიან ცუდი ზარი უყენია ეხლა მძახს. ხო. კი, მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ხარისხის ზაღლი ისე ზარი ეყენება, იმიტომ რომ ხა თუ ზაღლი გამსვლელია და ცუდი ზარი დაუყენე და დრო დაიკარგა, 30 წამით თუ ზარი ვერ გაიგონე, ზაღლი მოიხსნება. და რეალურად შეიძლება კონტაქტი არც იყოს გასული, პროსტა ჩვენ არ გვესმის, უბრალოდ, ხო. და მან თუ ვერაფერს ვერ იგებ ზარზე ხარ ორიენტირებული და ამიტომ ზარის ხარისხს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში, კი. კი ბატონო. აი ხა დაახლოებით 1 წუთია არის მოდა და ეხა ისევ ისმის. ვილა არ მარბენინო თორე. დრო. მეორე ვინ არის? იკა მოდი. ნიავიც არა ახლა რკაში რას ნახავ ნიავს. თუ არა. კი, გაუხსნა ახეთ და. არა უშ.
არ არის ადვილი. ძაღს რა ქვია? ჰემი. კარი. ჰემი? ჰემი ძრავ. 5 და 7? კი, ეგა. ეს ნაცნობი სიტუაცია ეგეთი. შვები? იქ არის კაცი. აუშვათ. წავიდა. თავდება დრო არა? ესეც უფრინალოდ, კაი. მე რეგასტორი რას გულისხმობ? რეგასტორება და ეს ჩვენები იმე დუმდუმდუ და ბახტა იაგერა ყავს. მაგაში კაცავი ჰოპა. ჩაო. კი, მიდი გავა. გააჩნია იმას ადგილმდებარეობას რანაირად. თავიდანვე სიფრთხილესი შენს მაგას გულისხმობ? ტვინში უდეს უკვე რა აი ცოტა ფრთხილები არიან ფსიქოლოგიურად რა. კი. Opa! Bravo! ერთი ორი გავისროლებთან დაშკელიან ისმაზე მოვალა დედა პრისტავინი ვაკალი რიხის ქვაზე Sago! Bravo! მოდი გონა. აბარაფნარას ვერჟიან რომ მეგზიან მათქრის თმაზე თობი ხარში მისამად რომ გავხიზო ალკისტერი ვეჭი გამომარდო ჯორჯი ჯუნგლებში. ირაკი იმართო რამდენი წელი შესაძლოა სამი სასაული და სასაული პატრონი არის რატო არ უთობა სახელდა პროსტა ერთი 100 მეტრიანი აღმართი აქ ესე ასავლელი და მე აქ რა პატარა ადგილია მაგრამ ქათამ სულ არის 1 2 3 წელი სულ არის და იქ არა დათო მაგის დრო 100 მეტრათოვი არა. არა ბიჭო ლოთაობით რო ხომ გაკ საღავს ვამ ბიჭო წელი ტაფარო მოხდება ხოლმე თეონა მეუნება ყველაფერს გაჩერდი უბრალოდ მაგის არის
ზევის წამოდი. ძაღლი გაშვებულია? მე რამდენია? მე 10. ძაღლა იარა ძმა. ასეთი. კი. არალი? არალი. ალბა, დავაი ალბა. ეს შენი წია. შენი დღე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველად გურიაში გამოგვივიდა ტყის ქათმიშეჯიბრი, დიდი ხანი ვლაპარაკობთ, რომ უნდა ჩაგვეტარებინა რაღაც მიზეზების გამო ყოველთვის გადაიდო, მაგრამ ეს ნანატრი დღეც დადგა. 12 მონაწილე ძაღლი ყავდა, სამწუხაროდ მხოლოდ ყველა იყო სეტერი, 11 ინგლისური სეტერი, 1 ირლანდიური სეტერი. შესანიშნავია. სამწუხაროდ იმიტომ რომ პოინტერები აკეთავს. ეს მე ვაკავდა მოკლედ. სეტერისტები გახარებულები ვარ. დეტარაგი. ეს სადაც შეჯიბრი ჩავატარეთ. აუ ძალიან ბევრჯერ ვარ ამ წესში. ნაყოფ ძალიან ბევრჯერ ფრინველი მის ყოველთვის 3-4-5 ეს რაოდენობას უნახავთ, მაგრამ სამწუხაროდ დღეს მხოლოდ ერთადერთი ფრინველი ვნახეთ და მხოლოდ ერთადერთი წახტონდა მუშაობა ნოდარი ჩხარტიშვილის ძუ ინგლისურ სეტერ ბონას. როგორც მუშაობა, კარგი მუშაობა იყო ნამდვილად, ფრინველი გაპარვა საპირებდა, მაგრამ ძაღლიც მიყვა და ამფრენა ყველაფერი დამუშავების მომენტი ჰქონდა ძალიან კარგი. ერთადერთი რაც მე არ მომეწონა თუ ეს უხეშად მომხდა თვალში იყო ზებნა. ზებნაში ძაღლმა დააკო მარჯვენა მხარეს თითქმის არ უძებნია. ანუ ყოველ ერთი მხარე ჰქონდა ამორჩეული მარცხენა მხარე, რაც აითვისა და გაუმართლა, ძალიან გაუმართლა, რომ იმ მხარეს იპოვა იქ მალევე ფრინველი, სადაც თვითონ ეძებნა. ამის გამო რადგან ზებნა არ იყო სულფასოვანი, არ იყო განგზობითი და არ იყო რაციონალური, ძაღლი მაქსიმალურად დღეს შეფასება რაც შეიძლება მივცეთ, ეს არის ძლიერ კარგი. თუმცა დღევანდელი დღის გამარჯვებული გასაგონა. მინდა ვთქვა კიდე ორი სიტყვით. ორ ძაღლზე ეს არის აკილა, ინგლისური სეტერი დიმატრე შელიაძის და ლუკას ართანიას ლოგანი. საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნებები მქონდა, როდესაც აი ამ ძაღლების ძებნას უყურებდი, მაქსიმალურად აითვისეს ეს ტყე, რაც შესაძლებელი იყო, მარტივი ტყე ნამდვილად არ არის, ძალიან ბევრი დახურული ადგილი აქვს, სირთულეები აქვს და ძალიან კარგი ძებნა აჩვენეს. შესაბამისად მიიღეს ვიკიამო, მაგრამ მხოლოდ ფრინველი ვერ იპოვეს და იმედია შემდეგ გამოსვლაზე ეკნებათ არ გავაკეთოთ. დანარჩენ ძაღლებზე მოკლედ ვიტყვი. ანუ ძაღლებს აკლიათ აი ძებნის შინი, აკლიათ
მენტალიტეტი, ასე ვთქვათ, რომ წავიდნენ და სადღაცას აი იმ რისკის ქვეშ ითამაშონ ძებნის არეალიდან გასვლა თუ შეძებნის არეალში რჩება. რადგან მხოლოდ ესეთი ძაღლები აღწევენ აი ესეთ დროს შედეგს და პოულობენ ფრინველს რა. უმეტეს შემთხვევები ესე არის ხოლმე. ძაღლები იყვნენ ძალიან შემოჭილები, აი პატრონი და მაქსიმუმ 50 მეტრის რადიუსში ეძებდნენ, ეს საკმარისი არ არის შეჯიბრისთვის და ამის გამო უმეტესი მათგანი მოიხსნა შეჯიბრიდან. კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ, მომავალ შეხვედრამდე და იმედია შემდეგ შეჯიბრებები უკეთესი გამოვა. დავამატოთ მეთებს, აგერ გამარჯვებას ვაჯილდოვებთ. მაღაზია ლეგიონის სახელით ბატონ ნოდარ ჩხარტეშვილის მიულოცოთ. და ჩვენი ლევანდელი ანუ რომ ვთქვათ როგორც დათომ აღნიშნა ფავორიტი ძაღლებიდან ჩვენ ჩემი პირადი შეხედულებიდან ამოვარჩიეთ და საერთოდ ისეც იყო გადაწყვეტილი რომ ანუ რომელიმე ძაღლი თუ იქნება დაუშვათ არჩებოდა უფრინველად, მაგრამ აჩვენებდა იმ შედეგს, რაც კონკრეტულად წითქათამზე ჭირდება ინგლისურ სეტერს. ეს არის ლოგანი, აგერ ჩვენი ლუკას არტანიას. ძალიან კარგი ძაღლი ყავს და წარმატებული. ასკვი არ გინდა ძამა. არ გინდა მას შემინებათი არა. ეს რა ნაკრები გაძლიერდაო? არა, ეს გუშინდელია. ეს არის შეჯიბრის მეორე დღე ბიჭებო. გუშინ საუკეთესო დღე იყო. დღესაც კარგი იქნება იმედია. რა ვიცი, დღევანდელი ასე კარგად ორგანიზებულად ყოველთვის ქონოდეს დრო, სურვილი და შევხვედრე გავით და რა ვიცი, ვენადიროს შემოგვევლოს თაბარიო რო იწყე, ისე გვეკნას ყველაფერი. კაი და კაი ქონოდეს ბიჭებო. აი, ირაკი. ვარვართან ხუთოლერო, სიგარეტს გაუქიმა. მიავი შეავი. თვითონ დაალაგდება ნიავზე ძმა. დადი ბიჭო ტყეში ხარ, აი მიავი დადი. არა. Sai toda. Tota margini wow. Radikal machine coi. What is
Bravo, mia. Hey. Go. Bravo. Hey. Bravo. რას უცდით ვერ ხვდები. Dai. Ai jama, geიხარ. Ai ლოგანაა ნაბულზე. Ai. წავიდა. ესროლე. არ გავარდა. მიდი ბიჭო. საღო. ბრავო. Ai, ერთი სული გაქვს. Ai. ახე რა კაი ენერგიულად წავიდა. აი ვახან გესმის. ორი ადამიანი დაკარგული მანქანიდან ეს პროფილი აი ამ პერტონი გაბერილი ხონდა. ეს ბაბასო ყველა აი ამ უბრალოდ Gel koyalım savuarı. Bana yatak kırmışlar.
მარა გამორიცხულია ზმორო. მოკლედ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მადლობა დღევანდელი დღისთვის, მადლობა ნდობისთვის, რომ მე მომეცით უფლება გამესაჯა დღევანდელი მეგობრული შეჯიბრი, რომელიც არის კლუბის რანგის მონადირების კლასი. დღეს ყოდა წარმოდგენილი 10 ინგლისური სეტერი და შვენიერი ამინდი, შვენიერი ტყე, უბრალოდ ფრინველის რაოდენობა დღესაც ძალიან ცოტა იყო. ეს ისეთი პერიოდია, სადაც ხან არის ფრინველი და ხან არ არის, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ძაღლი რომელიც ეძებს, რომელიც მიზანმიმართულია შედეგზე, ის აუცილებლად აღწევს თავისას და დღევანდელმა დღემაც არ დააყოვნა. დღეს ერთადერთი ფრინველი ვნახეთ, ერთადერთი მუშაობა, ეს ჰქონდა ლუკას ართანიას ხვად ინგლისურ სეტერ ლოგანს. ძებნა ჰქონდა ძალიან კაი, საკმაოდ კარგად გაშალა ძებნა, დაალაგა და არ დააყოვნა შედეგმაც, ნაბულიც ძალიან ლამაზი ნაბული ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ ოპერატორმა და გამოყვანმა ორივე მხელი შეუშალეს ამ ძაღლს, მაინც არ დაკარგა ეს ფრინველი ცხვირიდან და ძალიან კარგად დაამუშავა. შესაბამისად მიიღო შეფასება ფრიადი და გახდა დღევანდელი დღის გამარჯვებული. აი ფრიადი კაი. აი ვაუ. ორი სიტყვით ვიტყვი, კიდე აი კაი ძებნა ჰქონდა, ძალიან კაი ძებნა ჰქონდა, მარკოიძის ძუს, ანუ ძებნა ჰქონდა, აი კარგი, ასე ვთქვია, ყოველთვის იყო კონტაქტში, მიდიოდა, ეძებდა რაღაც ტერიტორიებს, ბრუნდებოდა უკან. даже იმას ვფიქრობდი, რომ დამატებით დრო მიმეცა კიდე ამ ძაღლისთვის ეს ეგრეთ წოდებული რიკიამო, მაგრამ ბოლოსში ცუნაბული ჰქონდა, შედეგადაც რიკიამო ვეღარ მივეცით და ასე დასრულდა ამ ძაღლის გამოსვლა. დანარჩენ ძაღლებთან, როგორც გუშინ, იგივე დღეს, იგივე პრობლემები, ძებნის არ გაშლა, შეზღუდული ძებნა. შესაბამისად, ესეთ პირობებში, როდესაც ფრინველი ძალიან ცოტაა და მაქსიმალურად ჭირდება ტერიტორიებს ათვისება, შედეგი ჰქონდა ის, რაც გუშინ. დანარჩენმა ძაღლებმა ვერ იპოვა ვერც ერთმა ფრინველმა, ზოგი კი მოიხსნა ძებნის არ გაშლის გამო. მოკლედ. საბოლოოდ მოხდა ესე, გუშინდელი შედეგებით ნოდარის ზუმა იყო პირველი ადგილი, დღეს ლუკას ძაღლმა პირველი ადგილი და გურის თასის საუკეთესო ხვადი გახდა ლოგანი, საუკეთესო ძუ გახდა ბონა. კი ბატონო. ილოცა გუჭებო. ბრავო. ილოცა. ფადებოდა ძვე. რაც შეეხება პრიზს. ჩვენი კიდევ ერთხელ მაღაზია ლეგიონის მხარდაჭერით, ჩვენი მონადირე მეგობრების მხარდაჭერით. კიდევ ერთხელ ჩვენ კიდე შევხედეთ ფავორიტ ძაღლს ამ ეტაპზე. შებაშია ხო? ჩვენი თვალთახედვით, ჩვენი გააზრდა გაყოფით და უпростоრად შეთანხმებით, კი ბატონო, ამ ლამაზ საჩუქარს ლეგიონის სახელით გადავცემ დიმა ტყეშელიაძის ძუს, ანუ ანგელას, ანუ დიმას. ოჩა, აი ბიჭი ხარ, კაი ორგანიზატორობა გაგვიწევდა და ყველაფერი კარგია. იმედია მომავალ წელსაც გავაგრძელებ და უფრო მეტ შედეგიანი შეჯიბრები გამოვა. მომავალ შეხვედრამდე. კარგი იყო, მადლობა ყველას. მადლობა მსაჯ. მადლობა მონაწილეებს. მადლობა დედა. მართულების ხომაგი ეს ვინც არის წარმოდგენილი ჩვენისაკი არის პრემიერი. ეგ არ არის მარტო რაღაცა პრობლემები კალენდარული რიცხვი და მაგით არ შემოიფარგლეთ. ეს ჩვენთვის ეხა როგორც ძაღლის სიყვარული, მეგობრის სიყვარული, ნადირობის სიყვარული და ამ იმედის განსაკუთრებით სიყვარული ამ ობიექტზე ნადირობის ვართ ბედნიერები. ერთად მოდივიდა და პირველ რიგში რომ ვეღირსა და ჩატარდა. როგორც იქნა წლების წინ იყო საუბარი ის იყო, მაგრამ ეგრე ბევრი რაღაცა სურდა ადამიანებს, მაგრამ საქმე როდესაც კეთდება, აი იქ არის სწორედ დასანიშნავი და ის არის სწორედ ბედნიერების მომტანი. გავუმარჯოს დღევანდელ დღეს შეჯიბრის პირველ დღეს გურიაში, როგორც იქნა ჩატარდა, მოვესალმით ამას, ბედნიერები ვართ, ამას უფრო შემდეგ სხვანაირადაც ჩემზე მეტად პროფესიონალები აგიყვნენ უფრო მეტი
განათლებაც აქვს ამ სფეროში და მეტადაც იციან ჩახედულებიც არიან რომ რათან არის დაკავშირებული რამხელა შრომაჭირდება თუნდაც ამ პატარა ღონისძიებას ესე ვთქვათ იმიტომ რომ აქ არის მეგობრის გვერდზე დგომა საქმის გვერდზე დგომა და ზოგადად სიყვარული იმისი რომ საქმე წაიწიოს სწორედ ისეთი ღონისძიებები ჭირდება გაუმარჯოს თემანოვ ეს და მეორე შეგვიძლია თავარია რა თქმა უნდა გიგას ვეთანხმები რომ უნდა გავზარდოთ პირველ რიგში ის მოთხოვნები გავზარდოთ და გაიზრდება რა თქმა უნდა შედეგებით მაგრამ ეს დავაფასოთ ის რაც გაკეთდა და ამისთვის მადლობა უკაც აბა გაუმარჯოს მევანდელ დღეს ალავერდის ალავერს განავსობს ჩემი ოქროკაცი ისმენ ვენასვალის აზავამატოს აზავამატოს მო იგებენ დაგერხა არ გადამაღლო აზავო ყველაფერი ვენასვალის ასასწის ასე ყველაფერი კარგად გოში რა გაუმარჯოს ბათუმიდან ჩამოვიდა ავთეკაშა დააფრთხე გადამიეთ და ბათუმიდან ჩამოვიდა დააფრთხე მე პირველში შეახერხეს ვაროთ ნახეთ და მიხარია თქვენთან ერთად დროის გატარება ჩემი შეგენაცვალე წალკაში მაგრამ უნდა დავთვრეთ მედაში თუიდე და ვაი ხედავ ბოლომდე ვერ ასწავლე მაინც აგეშქვა შენ ცოტა კიდე გაქვს სამუშაო ჩამოვალ როგორ თქვა ხუთი ჭიქი შემდეგ სულ ერთი სადნი არა გაქვს აია ზრა მაგას რა ჯობია აია ეს ერთი და სხვა მრავალი ჩემოწმებო როგორც თქვით რაღაცით უნდა დაიწყოთ ხო და დასაწყისისთვის რაც თავარია ესეც საკმარისია და რაც მე დრო და დრო უკეთესობა იქნება ჩვენი მონდომებით და ჩვენი ჩართულობით და ჩვენი მოწადინებით აიწევა თამასაც აიწევა საჯობის მოთხოვნებით და შესაბამისად რაღაცა გამოვა თორე თუ არ დავიწყეთ ისე არაფერი არ გამოვა ლოდინში რომ სოფლიო ჩემპიონები თუ ყავდა მე აი გურიაში შეჯიბრები ისედაც აღარ გჭირდება და არა კი მერეც დაგჭირდება პრინციპში აგვიმართ გურიაში უნდა მოიგოს რომ სოფლიო გახდა ორივე ვართ მაგურული ვარ